მოგესალმებით კიდევ ერთხელ მევსადობ ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ხო, მართლა სერიოზული აფერისტი არის, ესეც სერიული აფერისტი არის. აქ არ ვიცი ხა დიდი პატივისცემით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც შეიძლება რომ სიძულვილის სენის და არა მარტო შეურაცხყოფელი განცხადებების მონიტორინგ შეუდგა სულ რაღაც 2 დღის წინ შინაგან საქმეთა ხო, ეს რაღაცა კომიკური რაზმი საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. ამას ესე შემიძლია დაუძახო. პოლიტიკური შიზოფრენია, რეალობისგან აბსოლუტური დისტანცირება. ირაკლი კობახიძე ზოგადად ამით გამოირჩევა, ის არ არის ჯანსაღი ადამიანი, ის არ არის ჯანსაღი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი, ის არ არის დამოუკიდებელი ადამიანი, ეს არის ძალიან ისეთი ერთჯერადი გამოყენების მარიონეტი ივანიშვილის ხელში, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კარგად დალაგებული საქმე თავის აზრებთან, იმიტომ რომ ერთის მხრივ რა ჰარმონიზაციაზე ვლაპარაკობთ ქალბატონო ლელა. ირაკლი კობახიძე არის ის კაცი, რომელიც სახეც საქართველოს ისტორიაში შევა მარტო იმით, რომ 28 ნოემბერს 24 წლის მან უარი განაცხადა საქართველოს გამოეყენებინა ის უნიშნულოვანესი შანსი პოლიტიკური, ის ფანჯარა გაერღვია, რომელსაც ქვია დროებითი მოვლენებიდან გამომდინარე განსაკუთრებულად მზარდი შესაძლებლობა რომ საქართველო ინტეგრირებულიყო ცივილიზებულ სამყაროში და დასავლურ სივრცეში და ევროკავშირში ამის მაგივრად მან ამაზე უარი თქვა და 4 წლით მის ნათქვამში, მაგრამ რეალურად მისი გადმოსახედიდან სამუდამოდ მოშორდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს კაცი იძახის, რომ რაიმე ჰარმონიზაციისკენ მიდის. კაცი, რომელმაც ამ 28 ნოემბრიდან 2024 წლის დღევანდელ დღემდე მიიღო კანონების მთელი დასტა ასობით და ასობით ნორმატიული აქტი და კანონი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრის განკარგულებები და განცხადებები და მთავრობის განკარგულებები, რომელთა ყველას მიზანი არის, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რომ საქართველო აღარ იყოს ქმედითი და სრულფასოვანი რესპუბლიკა, რომ საქართველო არათუ ევროკავშირის სტანდარტებთან არ იყოს, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთან მოვიდეს წინააღმდეგობაში. ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ გათელა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ისე რა ქვია, ორგანიზაციის დაფუძნების თავისუფლება. ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოში მოკლა სამოქალაქო სექტორი, რომლის მიზანიც არის, რომ ევროპული ტიპის სახელმწიფოში იყოს ერთგვარი დამბალანსებელი სახელმწიფო სტრუქტურების. ეს კაცი არის, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობას, რომელსაც ყავს დასანქცირებული მინისტრები, რომელსაც ყავს ადამიანები მთავრობის შემადგენლობაში და სტრუქტურებში მის ქვემოთ ძალოვან უწყებებში, რომელსაც აწამეს ამაზე მეტი ადამიანი, ათასობით საქართველოს მოქალაქე დაასახიჩრეს და სცემეს, ათასობით და 10,000-ობით ადამიანს სახლებში ურეკეს, სიცოცხლის ხელყოფით ემუქრეს და აგინეს და აფურთხეს მათ ოჯახის წევრები ანა ჩათვლით და აქტივისტებით. ეს არის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში საქართველოს ყველაზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ეს არის კაცი, რომლის პირობებშიც სიღარიბემ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანაში უთანასწორობა ყველაზე ღარიბსა და ყველაზე მდიდარს შორის გაიზარდა კატასტროფულ ფეოდალური ეპოქის მაჩვენებლებამდე და ეს არის კაცი, რომლის პირობებშიც მთელი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ქვეყანას მოსდის, ეს არის პარაზიტირება და რუსეთისთვის სანქციებული პროდუქციის მიწოდება. რაც შეეხება იმას, რატომ ვერ უახლოვდება საქართველოს ევროპულ სტანდარტებს, ევროკავშირთან ურთიერთობების მიმოხილვისას, მე გეტყვით, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარ ანგარიშშიც უსვამს ხას იმას, რასაც ფაქტობრივად მისგან თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერებისგან ყოველდღიურად და ვისმენთ. ანუ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ასოცირების შეთანხმებით დადგენილი ფორმატების მუშაობა ყველა დონეზე თავად ევროსტრუქტურებმა და ევროინსტიტუტებმა გააჩერეს, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს იმას, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულოს. უпростоად აბრკოლებს იმას, რომ ეს ვალდებულებები იყოს შესრულებული. ანუ პასუხისმგებლობის ისრები ქართულ ოცნებას გადააქვს ბრიუსელზე, როცა საუბარია, რომ საქართველოს რაღაცას არაკეთებს. აი რა ტიპის პასუხისმგებლობა მოდის არა ქართულ ოცნებაზე, არამედ თვითონ ბრიუსელზე, როცა ვხედავთ საქართველოს ასეთ დისტანცირებას ბრიუსელისა და ევროპული ინსტიტუტებისგან. ეს კითხვაც მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ის აქცენტი, რასაც თვითონ მართველი პარტია აკეთებს. ნულოვანი ქალბატონო ლელა, ნულოვანი არის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობის გარდა ვინმე სხვის იმაში, რომ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული რესპუბლიკა აღარ არის ევროპული გზის ნაწილი. ნულოვანია საქართველოს გარდა ნებისმიერი სხვა აქტორის ზე ლაპარაკი პასუხისმგებლობის ნაწილში. ნულოვანი.
ერთადერთი ქართული ოცნების გარდა ეს არის ქართული ოცნების პატრონები მოსკოვში, ვინც არიან ამაზე პასუხისმგებლები. რაზე ვლაპარაკობთ? პოლიტიკურ შიზოფრენიას ყველა არ ვახსენებ, ეს ტერმინი არის კონკრეტული, პოლიტიკური და მე ჩემს სიტყვებს დირექტორ ყობახიძისგან განსხვავებით საკმაოდ ესე მკაცრად ვაკონტროლებ ხოლმე. პოლიტიკური შიზოფრენიაა, როდესაც შენ ამბობ, ანუ ეს ხო არ დაიწყო 28 ნოემბერს ქალბატონელო. ეს პროცესი ხო მანამდე დაიწყო. პროქსი პარტიების შექმნით. ზუსტად იგივე სახელმძღვანელოს გაყოლით, რაც თავის დროზე 15-20 წლით უფრო ადრე სურკოვმა და პუტინმა შეიმუშავეს აი სუვერენული დემოკრატიის მოდელში. ხო, ეხლა რუსეთი ევროკავშირის ინტეგრაციისკენ არ მიდიოდა, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობები გაიფუჭა სისტემურად. იგივე გზას დაადგნენ. მიიღეს კანონები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასავლურ პრინციპებს. არა აი ამ უბინძურეს იაფასიანი პროვინციული პროპაგანდა რაღაცა სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით და ეს სიბინძურე, რომელშიც ყობახიძე იხარშება, მოიხარშა და უკვე გამოვიდა რაღაცა იმათ, რა ქვია, პოლიტიკურ საშინელ პროდუქტად, არამედ რეალური ფასეულობები. ის ფასეულობები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში იდო 1920 წელსაც, შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენასაც, ის მიზანსწრაფვა, რომელიც ჰქონდა საქართველოს პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ ეს ქვეყანა ევროპული ქრისტიანული სახელმწიფო, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანი სახელმწიფო დაბრუნებოდა თავის წიაღს. ამ წიაღის პოლიტიკური თანამეგობრობა არის ევროკავშირი. ოღონდ ევროკავშირს გავუტანო ლელა კიდევ ბევრჯერ არასდროს არ მომბერძნება. ეს გავიმეორე. ევროკავშირი არის ნებაყოფლობითი ორგანიზაცია. ქვეყნები, რომლებიც მასში წევრიანებდებიან, ნებაყოფლობითად აკეთებენ ამას. და ნებაყოფლობითობის ნაწილი არის ის, რომ ეს ქვეყნები თმობენ გარკვეულ შეხედულებებს პრინციპების სასარგებლოდ. პრინციპების სასარგებლოდ, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთა უნივერსალურ დეკლარაციაზე, უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაზე, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დიახ, დაფუძნებულია ბიბლიაზე, იმიტომ რომ ეს არის იუდექრისტიანული სივრცე. აი ამის წინააღმდეგ, როდესაც მიდიხარ, ხო, ერთი წუთით 28 ნოემბრამდე სანამ მივარ. ამის წინააღმდეგო პროცესი იწყებ. როდესაც გინდა რომ დისკრედიტაცია გაუწიო ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს და აკეთებს შენი ქვეყნისთვის. როდესაც იღებ კანონებს, რომელიც იცი რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში წევრობის პრინციპს. იცი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული პუტინის სხვა მარიონეტს, ორბანს შენამდე და ორბანი უბრალოდ შესწრებული იყო ევროკავშირში და იმას ეუბნებიან რომ მაგას ნუ აკეთებ, თორე ცუდად დამთავრდება ეს ამბავი. ამას აკეთებ, იგივე გზაზე მიდიხარ. 28 ნოემბერს გამოდიხარ და შევწყვიტე მოლაპარაკება ეძახი და ამბობ რომ მეორე მხარის პრობლემა არის. აქ არა სულელებით კი არ არის ეს ქვეყანა დასახლებული ისეთი სულელებით, როგორიც თვითონ არიან. და გონიათ რომ ერთმანეთს უატყუებენ საზოგადოებას ეს ჯერა. ეს ხო უდიდესი ბოროტება არის. საკუთარი დანაშაული თან სხვას დააბრალო. არავის არ შეუწყვეტავს ეს ურთიერთობა. პირიქით, ცდილობები იყო გაუთავებელი, მიუხედავად აი ამ აღვირახსნილი უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანიის, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ თვეების მანძილზე. ეს ხო მაშინ ეს ხო რუსული კანონის შემოტანასთან ერთად არ დაიწყო. ეს რიტორიკა ხო მანამდე იყო. რაღაცა გაურკვეველი ლოთი ფილოსოფოსები და ისა რა ქვია, პროქსი პარტიები გურამ მაჭარაშვილის მსგავსი არარაობებით დაკომპლექტებული, რომლებიც ლაპარაკი დაიწყეს ღია წერილებით ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, რომ თითქოს მათ რაღაცა საცოდავ ფასეულობებს ეწინააღმდეგება ის, რაზეც 250 წელია ცივილიზაციაა დაფუძნებული. ბატონო, დრო რომ სწორად გავანაწილოთ, თალკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც მინდა ვისაუბროთ, თუმცა იქამდე კიდევ ერთი კითხვა, რადგან ევროკავშირსა და ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ. გერმანიასთან დაპირისპირების მორიგი მიზეზი აქვს ქართულ ოცნებას და ამის გამო ვხედავთ კიდეც გერმანული მხარის. აი ეს ესეთი ნაწილია ქალბატონო. მორიგ კრიტიკას, მორიგ ჯერზე კრიტიკას, ამიტომ დანიაში რეპორტაჟების კეთება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მიერ გერმანიაში ელჩის პოზიციაზე დანიშნულ ალექსანდრე კარტოზიას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიგებთ. საქართველოს ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, არადა ეს სიგელები საგარეო უწყებას ჩაბარდა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში, 17 დეკემბერზეა საუბარი. ქართულმა მხარემ ოფიციალური განმარტებისთვის მიმართა გერმანიის შესაბამის უწყებას, თუმცა განმარტება ამ დრომდე არ მიგვიღიაო, ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. აი ეს ამბავი როგორ უნდა შეფასდეს? რას შეიძლება ერჩოდეს გერმანია ალექსანდრე კარტოზიას, თუ კი რა თქმა უნდა მასთან დაკავშირებული აი ეს გარემოება ამ ჭრილშიც უნდა დავინახოთ და რატომ შეიძლება აჭიანურებდეს გერმანული მხარე რწმუნებათა სიგელების გადასაცემად გერმანიის პრეზიდენტის მიერ ალექსანდრე კარტოზიას. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ზუსტად იცით რას ერჩის გერმანია საქართველოს მთავრობას, რომელიც მის წინააღმდეგ. ანუ ეს პოლიტიკური გზავნილია?
არ ვიცი პოლიტიკაში პოლიტიკური გზავნილის გარდა რა გზავნილი უნდა არსებობდეს მე ნამდვილად არ ვიცი სხვა გზავნილები შეიძლება ქართულ ოცნებაში იცოდნენ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენ ზუსტად იცით რატომაც ხდება ეს და აბსოლუტურად ყველამ ზუსტად იცის მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ გერმანია ყავთ ამოღებული განსაკუთრებული სამიზნედ ქართულ ოცნებაში იმიტომ რომ ისინი თქვენ არ ვიცი რატო რომ თურმე გერმანიას შეუძლია ეს საქართველოს ყველაზე გრძელვადიან მეგობარს გერმანია იყო პირველი ქვეყანა სახელმწიფო რომელმაც ვარჩევს ორივე რესპუბლიკის დაფუძნებისას პირველად ცნო საქართველოს და ჩვენი ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორია შეერთებულ შტატებთან ერთად და ეს იყო გამიზნული აი კიდევ ერთხელ ვამბობ FSB-ში ლუბიანკას ოფისში გადაწყვეტილი კონკრეტული სპეცოპერაცია გერმანიის ელჩის დისკრედიტაციის კამპანია კატასტროფული სამარცხვინო აღვირახსნელი გერმანიის როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია გაუთავებელი დიპლომატიური ურთიერთობებით გაჩაღებული ჩვეულებრივი რაღაცა იაფფასიანი პროვინციული იწილო-ბიწილო აი ამაში არიან ჩართული გერმანიასთან მიმართებაში კონკრეტულად ბატონ კარტოზიასთან მიმართებაში ამ გადაწყვეტილებაზე ან თუნდაც ქართული ოცნების პროპაგანდა ატრიალებს რატო არ ცვლიან საიტზე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ამას ჩემს საქმეთ ნამდვილად არ ვთვლის რომ ქართული პოლიტიკოსის ძლიერი საქართველოს აღმასრულებელი ბინის საქმე არ არის ამის ანალიზი მე ექსპერტი არა ვარ რომ ამის ანალიზი ვაკეთო უბრალოდ მე თქვენ ჩემ თვალში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ჟურნალისტი ხართ ამ ქვეყანაში და ალექსანდრე კარტოზია ნამდვილად ვიცი რომ გახსოვთ ვინ იყო შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შავრაზმელი არარაობა რომელიც ყველაზე მოწამლულ აზრებს ისრო და მე სკოლის მოსწავლე ვიყავი ალექსანდრე კარტოზია განათლების მინისტრი იყო ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო კგბ-ს აგენტი ადამიანი პერსონაჟი შეიძლება იყოს პრობლემა და არა მე ვფიქრობ რომ ზოგადად პრობლემა არის ურთიერთობებში ქართული ოცნების მიერ გერმანიასთან დამყარებული აი ამ რაღაცა იაფფასიანი იწილო-ბიწილოშია პირველი პრობლემა მაგრამ ამის მიღმა ალექსანდრე კარტოზია აი ეს რაღაცა გადმონაშთი აი ეს რაღაცა სამარცხვინო მოვლენა აი ასეთი ხალხის გამო მოხდა ვარდების რევოლუცია ალექსანდრე კარტოზიას მსგავსი ხალხის გამო მოხდა აი ამ რაღაცა ბნელეთის მოციქულების საბჭოთა ფუნქციონერები რომელიც ამოფუთდნენ შევარდნაძის დროს აი ამ არარაობების გამო მოხდა და ალექსანდრე კარტოზიას ელჩად გაშვება სადმე როგორ შეიძლება ალექსანდრე კარტოზია ბავშვებს არ უნდა გააკაროს სტუდენტებს და ამან ელჩად გაუშვეს ქვეყნის წარმოსადგენად ჩემი პოზიცია მაქვს მე იმ კაცთან რომელსაც ნულოვანი პატივისცემა აქვს როგორც აქ ისე ამ ქვეყნის გარეთ იმიტომ რომ ეს არის კაცი რომელსაც კორუფციულ სისტემას სამარცხვინო ჩამოყალიბებულ სიტყვას გადაწყვეტილება რამდენად მე არ მაინტერესებს საქართველოს თავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეებს იმ ადამიანებს ვისაც ახსოვთ რა იყო ალექსანდრე კარტოზია ალექსანდრე კარტოზია ხელმძღვანელობდა ჩამომპალ განათლების სისტემას ამ ქვეყანაში სადაც სკოლის მასწავლებელი ბავშვებს ნიშნებს არ უწერდა თუ ფულს არ მისცემდა აი ამ სისტემის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე კარტოზია ასეთი ადამიანები ზოგადად პოლიტიკა ესეთი პროცესია რომ ასეთი ადამიანები ასეთი საქციელის გამო უნდა დაისაჯონ სისხლის სამართლებრივად თუ არა პოლიტიკურად უნდა დაისაჯონ და მოუსავლეთში უნდა წავიდნენ პოლიტიკურში და არა ელჩად გამწესებული ჰალსტუხ მოჭერილი ლაპარაკობდეს საქართველოს დღევანდელი 21 საუკუნის საქართველოს ყველაზე ახლო პარტნიორთან უნდა წარმოადგენდეს ეს რაღაცა საბჭოთა ეპოქის არარაობა ბატონთაზო, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რა საკითხსაც სხვა შორის ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პრემიერ-მინისტრის ანგარიშში. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა მიღწეული იქნეს შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს თანასწორ სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, თუმცა ამის პერსპექტივას როგორ უყურებთ? ეს გითხარით, მით უფრო როცა სულ რაღაც 2 დღის წინ ქართული ოცნების მისამართით ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ და მოკლე ამონარიც იმ განცხადებიდანაც წავიკითხავ რაც გუშინ წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა საქართველოში მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. ეს მოკლედ, რა თქმა უნდა, იმ გზავნილის შესახებ, რაც ჰქონდა ამერიკის საელჩოს მეშვეობით ოფიციალურ ვაშინგტონს. აი რა შანსია
ინდიკაცია იმის, რომ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციასთან, ასე ვთქვათ, დაალაგდეს და მეორე მხრივ რა გგონიათ ის ნაბიჯები, რის გადადგმასაც ვაშინგტონი ქართული ოცნებისგან მოითხოვს. ხო, მე არ ვიცი რას თulis სამართლიანად ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე აბსოლუტურად ამგონია რომ ჯანსაღი იყოს ის რასაც თulides ის სამართლიანად და დანარჩენი საზოგადოება იგივე აღიქვამდეს. აქ მთავარი თქვენ ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ, სწორი მიმართულებით წაიყვანეთ. კითხვა მთავარი სამოქმედო გეგმა, ასე ვთქვათ, მთავარი ფუნდამენტური კონცეფცია თუ როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობები და როგორ შეიძლება ეს ურთიერთობები რაღაცა ფორმით წავიდეს ნორმალიზებისკენ. დადო აი იმ განცხადებამ, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს გავლით გააკეთა იმ ოფიციალურმა დელეგაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, გამართა შეხვედრები ყველა მნიშვნელოვან აქტორთან, ჩვენთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, კოალიციას ცვლილებებისთან, გახარიას გუნდთან და მათ შორის ირაკლი კობახიძესთან და მის მინისტრებად წოდებულ ხალხთან. დაისვა ძალიან კონკრეტული კონტურები, მე ასე ვიტყოდი, არ მინდა რომ ზედმეტი ან ოპტიმიზმი, ან პესიმიზმი გამოვაჩინო, ან რაღაცა დავაშენო, იმიტომ რომ უკანასკნელი დღეებია დამეთანხმებით ვისმენთ სამწუხაროდ ჩემთვის ეს ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს კოლეგებში, პირდაპირ უნდა ვთქვა, ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს, როდესაც აი ძალიან ისეთი ჩვეულებრივ პირდაპირ ტექსტის ინტერპრეტაცია მიდის რაღაცა აღვირახსნელი ინტერპრეტაცია პირდაპირ ვიტყვი, რაღაცა სასურველის, ზოგიერთების სასურველის რეალობად გასაღება ამ ტექსტში, რაღაცა ქვეტექსტების მოფიქრება და ეს ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში კონკრეტები, მაგრამ მე მგონი ყველა მიხვდება რაზეც ვლაპარაკობ ახლა. არამედ ამ ტექსტში არის ძალიან კონკრეტული. ამ ტექსტს არ ჭირდება ინტერპრეტაციები. ამ ტექსტში არის ძალიან კონკრეტული ჩარჩო დასმული. ჩარჩო ამბობს მარტივ რაღაცას. ეს status quo, ის კონკრეტული ვითარება, რომელიც დღეს არის, არ იძლევა საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა აღდგეს და შეერთებული შტატები იყოს ისეთი აქტიური პარტნიორი საქართველოში, როგორც ის იყო ყოველთვის. უბრალოდ არ იძლევა ეს ვითარება საშუალებას. ორივე მხარეს, ოპოზიციის მხარეს, კიდევ ერთხელ გავმეორდები, 4 მთავარი პოლიტიკური აქტორის პირობებში არის აქ ლაპარაკი, სხვებს დიდი პატივისცემით, მაგრამ შეერთებულ შტატებმა განსაზღვრა, ვის ელაპარაკება 4 მთავარ პოლიტიკურ აქტორს, ეს არის ძლიერი საქართველოს ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და გახარიას გუნდი და მეორე მხარეს ხელისუფლებას. ყველას უთხრა თუ სად არის რა კონტურებია, აი რა ბაზის ოპოზიციურ სპექტრით ცალკე კითხავთ იქამდე. ამასაც უთხრა. ხელისუფლების ნაწილში შეხედეთ კანონმდებლობა, მარტივად არის ნათქვამი. თქვენ თუ აგრძელებთ პოლიტიკურ დევნას ოპოზიციის, შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება. თქვენ თუ აგრძელებთ ამ ვითარებაში ცხოვრებას, შეუძლებელია რომ წინ იქნას რაიმე ნაბიჯი გადადგმული. ანუ ის ტყუილების კორიანტელი, ხო ხარ ავტორი. მართლა სერიული მატყუ არა არის სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი. მართლა გულდასაწყვეტია, მართლა კატასტროფა არის, რომ სერიული მატყუ არა. კაცი 6 თვეა ფასებზე იფიცება და ბოლოს სუპერმარკეტებში იმის დახლები გააკეთა, რა ქვია, გაიაფებული პროდუქტების დახლები და მაღაზია გვეუბნება, რომ ჩემი ნამუშევარი 6 თვიანი ეგარეო. 6 თვეზე მეტია იტყუება, რომ შეერთებულ შტატებთან რაღაცა ურთიერთობებს დაალაგებს, ამით ყელყელაობს და რა ვიცი ხა იმას, რა ქვია, აშხაბადს და იმას ვერ გაცდა, რა ქვია, ტაშკენტს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და თვითონ დუბაის ვერ გაცდა იმასავით. რუსი ტურისტივით და დაყიალობენ დუბაიში. აი ამ ვითარებაში არის სინამდვილეში, ამ ვითარებაში დარჩება თუ ის საბაზისო საწყისი ურთიერთობების აღდგენისა, რაც დასვა ამ დელეგაციამ, არ იქნება შესრულებული და იქ რა ვიცი შავით თეთრზე წერია. ძალიან მარტივად. შავით თეთრზე წერია. ზუსტად ეს არის საინტერესო თქვენ როგორ გესმით ეს საბაზისო საწყისი, იმიტომ რომ თვითონ ამერიკის შეერთების საელჩოს განცხადებაში არ არის კონკრეტიკა ამ თვალსაზრისით. იცით რა, ამაზე მე კონკრეტიკა ვერ იქნება. ისმის რატომ არ ახსენებს მაგალითად პოლიტპატიმრებს თუ კი პროტესტის ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ ქართული ოცნებისგან. რატომ არ ახსენებს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს თუ კი ამბობთ რომ ქართულ ოცნებას ამ სარჩელის უკან წაღებას მოუწოდებენ და ასე შემდეგ. ანუ რატომ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ინტერპრეტაციის სივრცე, როცა საკითხი ეხება იმას, ურთიერთობების ახალ ნიშნულზე გადასაყვანად, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა. ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნორმალური გეგონება ვზათ, რომ ამე კონკრეტული ჩამონათვალი გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. არა, რატომაც არა. ხო, არა, იმიტომ რომ საქართველოს არის სუვერენული სახელმწიფო, შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია და მისი საგარეო პოლიტიკა ასე არის მოწყობილი,
რომ ის არ ერევა სხვა ქვეყნების საქმიანობაში და არც უნდა ჩაერიოს. ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც ნამდვილად არ ჭირდება კონკრეტული ჭკუა დარიგებები. ეს არ არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობებში, რომ ვიღაცა მოვიდეს ეხლა და გეგმა გამიწევს. ეს ნამდვილად არ არის გაბატონებული ნორმალური პირდაპირ გეუბნებით. ეხლა როგორ შეიძლება რომ დიპლომატიურ განცხადებაში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის რა კონკრეტიკა იყოს, რომ ეს საქმე შეწყვეტეთ, ის ნომერი საქმე შეწყვეტეთ, ის გამოუშვით, ეს გამოუშვით. არ არის ამაზე ლაპარაკი. რაც წერია, მე მხოლოდ იმას ვამბობ. მე საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ, რომ თქვენი საშუალებით ჩვენს მაყურებელს და ჩემს ამომრჩეველს ტყუილი უთხრა და ის მარჩიელობა დავიწყო, რითიც ჩემი კოლეგები არიან დაკავებული რამოდენიმე დღეა. არ დავიწყებ ამ მარჩიელობას. კონკრეტული რაც წერია, ამიტომ ვიძახი, რომ ეს არის ბაზისი. საბაზისო პირობები იმისათვის, რომ იქაც შეხედეთ ძალიან ფრთხილად არის რომ ეკონომიკური ურთიერთობები და ეკონომიკური ურთიერთობები დღეს ფუნდამენტია რაც საქართველოს ჭირდება. ეს წერილი მეანიშნებს იმას რომ ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში და იხილეთ გუშინ სახელმწიფო მდივანი რუბიოს განცხადება კონგრესში სადაც თქვა რომ სომხეთი ჰაბი ხდება ამ რეგიონში ვაჭრობის და შეერთებული შტატები კონკრეტულად აი ამ მოცემულობაზე აკეთებს აქცენტს რომ საქართველოს ამის ნაწილი უნდა იყოს რომ საქართველოს აი ამ პროცესის უდიდესი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესი რომელიც ჩვენ რეგიონში უკვე დაიწყო და აქტიურ ფაზაში შედის. ამ პროცესის ნაწილი საქართველოს რომ იყოს, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ამაზე მეტი არ წერია შესაბამისად, ამაზე მეტის ინტერპრეტაციას მე თქვენთან არ დავიწყებ. როგორც მეტი არ წერია გარდა იმისა, რომ კონსტიტუციურ წარმომადგენლობით ორგანოებში ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს ის ამომრჩეველი, რომელსაც ხმა მისცა, რომელიც მე და თქვენ ვიცით რომ არის ნახევარზე ბევრად მეტი, მაგრამ ქართული ოცნების გაყალბებული შედეგებითაც კი მინიმუმ ნახევარი. და ამის წარმოდგენა საქართველოს საკონსტიტუციურ ორგანოებში არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის, რომ შეერთებული შტატებმა თქვას, რომ სრულფასოვნად ფუნქციონირებს ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა. სრულფასოვნად ფუნქციონირებს, თუ აი ეს ელემენტარული პრინციპები რაღაცა ველური მესამე სამყაროს ქვეყნისა არ იქნება მოხსნილი. ამის იქით არ მიდის ეს განცხადება. ამის იქით ქალბატონო ლელა, ეს არ არის შეერთებული შტატების არც ერთი დელეგაციის საქმე. ამის იქით ეს პასუხისმგებლობა არის საქართველოს პოლიტიკური სპექტრის და ჩვენ საქმეს ძლიერ საქართველოში პასუხისმგებლიანად ვეკიდებით, ყოველთვის ვეკიდებოდით და ეხაც ვეკიდებით. რასაც ვერ დავინახავ ხელისუფლების პირობებში და სხვა ჩემი კოლეგების ვაშინგტონი არ მიმართავს მხოლოდ ქართულ ოცნებას, თქვენც აღნიშნეთ, მას კონკრეტული მესიჯები აქვს ქართული ოპოზიციური ძალებისთვისაც და ეს მესიჯი არის ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაში, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცესო, ასეთია ვაშინგტონის პოზიცია. აი თქვენ თქვით, რომ რიგმა კოლეგამ საკუთარი ინტერპრეტაციით სათავისოდ ასე ვთქვათ გაიგო, ხო? რა შეეშალათ, რა გაიგეს არასწორად ეს გითხარით თქვენ რა შინაარსის ასე ვთქვათ, რა შინაარსს კითხულობთ ამ გზავნილში, იმიტომ რომ აი მართლაც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი მაგალითად ასე ხსნის შეერთებული შტატების პოზიციას, ჯერ გარემო უნდა შეცვალოს ქართულმა ოცნებამ და შექმნას ისეთი ვითარება, როცა ოპოზიციურ ძალებს ექნებათ შესაძლებლობა პარლამენტის და საკრებულობის მუშაობაში ჩაერთნონ. მართლაც საჭიროა თუ არა ჯერ გარემოს უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ოპოზიციამ ინსტიტუტების მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა და თუ კი ასე არ ფიქრობდა თქვენ სხვანაირად კითხულობთ ამ მესიჯს, მაშინ აქვე ოპოზიციის ამ ნაწილის პასუხი რამდენად შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს. საკმაოდ კარგი ხარისხის უმაღლესი განათლება და ვუდგები ამ საკითხს კარტეზიანულად ზოგადად რასაც ვხედავ, იმას ვკითხულობ. როდესაც ტექსტი მიწერია, ვკითხულობ იმას, რაც ტექსტში წერია. კი არ ვიგონებ დაგწერილ ტექსტის პარალელურად კიდე რა ხდება. ეს სხვა კატეგორია არის, არ ვიცი რაში გადის, მეცნიერული ან რა ვიცი, საღი მიდგომა ტექსტის კითხვასთან არ არის. ტექსტს დაგიდებენ, თუ წაიკითხო და იქიდან შინაარსი გინდა გამოდო, რასაც წაიკითხავ, იქიდან უნდა გამოიტანო შინაარსი. იმას კი არ უნდა დააშენო რაღაცეები და რა თქვით, აი ამაზე ვლაპარაკობ. ეს არის რა უკიდურეს დილეტანტიზმი არის უბრალოდ. აი ამის მობმა ამ ყველაფერზე. უკიდურეს დილეტანტიზმი და პოლიტიკური მავნებლობა. როდესაც ცდილობ, რომ რაღაცა იმასავით, რა ქვია, პოლიტიკური მკითხავივით და ექსტრასენსივით რაღაცა ქვეტექსტები ამოიკითხო და გვერდებზე რაღაცები მიაშენო. ეს არის დილეტანტიზმი. და ეხლა ვლაპარაკობთ კონკრეტულად
კონკრეტულ ამბავზე, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. სურვილები აღნიშნული კოლეგისა ჩემთვის აბსოლუტურად ლეგიტიმურია. სურვილები რომ მიუდგეს საკითხს, რომ ხო რაღაცა გარემოს შეიცვალოს, რა თქმა უნდა ლეგიტიმურია, მაგრამ არ არის ეს ის, რაც დებს, რაც წერია ბაზისად იმ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩომ გაავრცელა. არამედ ეს ბაზისი, აი ამაზე დაშენებული შემდეგ იქნება ეს რაღაცა წინაპირობებით, იქნება ეს გარემოს ცვლილებებით, იქნება სხვა ხერხებით პოლიტიკური კრიზისის გამდვისთვას, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის საქმე. ამაზე ღიად ვთქვა, შეხედა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ჩვენ ესე უყურებთ, ესე დაარქვი, ოღონდ იქ ესე წერია. და მე გეუბნები რომ იქ ესე წერია. ეგ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ყველა. ვინც ესე უდგება ამ საკითხს. განცხადება იწყება ხელისუფლებისადმი მოწოდებებით რომ შექმნას სათანადო პირობები და შემდეგ უკვე მიმართავს ოპოზიციას, სადაც ეუბნება რომ მიიღე მონაწილეობა ინსტიტუტების მუშაობაში. ანუ პირობების შექმნა უნდა მოხდეს ჯერ იმისთვის, ანუ გარემოს შეცვლა, რათა ოპოზიციას სათანადოდ პოზიციონირების საშუალება მიეცეს. იქ არის ლაპარაკი პირობების შექმნაზე და დევნის შეწყვეტაზე. პირობების შექმნა თავის მხრივ ნიშნავს თუ რა გარემოს შეცვლას, დღევანდელი გარემოს შეცვლას. რა თქმა უნდა, ქაუტორელო, მაგით არ დავიწყე, შეხედეთ, მე ხო, აი ძალიან ესე ფრთხილად უდგები ამ საკითხს, იმიტომ რომ გონებ ძალიან სერიოზული საკითხია. შეხედეთ, რა სიტყვებში კი არ ვიკარგებით, აქ ლაპარაკი არის იმაზე, მარტივი ამბავია. ეს რაღაცა დაშენებული ზემოდან იდეებით ხო ზედმეტი უნდა მოაშორო. რაც იქ წერია იმ განცხადებაში, ეს არის შეერთებული შტატების პოზიცია. ეხლა გინდა მივიღოთ, გინდა არ მივიღოთ, გინდა მიმარჩიელოთ, გინდა კამათელი გავაგოროთ და თქვათ რომ სხვანაირი გვინდოდა, უკეთესი გვინდოდა. მინდოდა უკეთესი განცხადება, რა თქმა უნდა, მინდოდა უკეთესი განცხადება. მაგრამ ეს ჩემი სურვილია და მე ამ სურვილს თქვენ და ჩვენს მაყურებელს რეალობად არ მივასახებ, განსხვავებით აი იმ კოლეგებისა, რომლებიც ამას აკეთებენ. არ მინდა ამის გაკეთება, მარტივ რაღაცას ვამბობ. რაც წერია განცხადებაში, ისე უნდა წავიკითხოთ და განცხადებები ვერ განსაზღვრავს თქო პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ დავინახეთ ამერიკის პოზიცია. ვინმეს თუ ამ ქვეყანაში ეჭვი ეპარებოდა, რომ ტრამპის შეერთებული შტატები იხრება იქითკენ, აქ საერთოდ რა ვიცი, დემოკრატია ისკნას რა ქვია, უგულებელ ყოლს, იხრება რაღაც ქართულ ოსნებასთან დაალაგებისკენ. თუ ვიღაცა სხვა ეჭვები ქონდა, რომ აი ეხა ოპოზიციას დაეხმარება, ეს ეჭვები გაანეიტრალა ამ განცხადებამ. მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ისე ვისე, როგორც გუშინ წინ იყო და იმის წინ იყო, ისე ვისე ჩემი, თქვენი პირველ რიგში ჩემი და ჩემი კოლეგების საქმე დარჩა ის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიწვიოს. აქედან გამოვიდეთ, საქართველო გადარჩეს როგორც სრულფასოვანი სუვერენული რესპუბლიკა. რესპუბლიკა უნდა იდგეს. აი ეს არის მთავარი. ჩვენი საქმეა რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს და არა ის რომ რაღაცა ვიყოთ დაკავებული პოლიტიკური პასეანსით და კარტის გაშლით. მადლობა.